საინტერესოა თვითონ ის ფაქტი, რომ თავის დროზე 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს მუზეუმები იყვნენ ავტონომიური, ანუ დამოუკიდებელნი და ავტონომიურობის რეჟიმში ისინი არაჩვეულებრივად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. ამ მუზეუმებში მუშაობდნენ ნამდვილი 16 თაყაიშვილები და დღესაც არის ეს ხალხი დარჩენილი და სხვათა შორის ეს ადამიანები დღეს არიან საფრთხის ქვეშ, რომ მათ დაატოვებინონ სამუზეუმო სივრცე და დაკავებული თანამდებობები. თვითონ ის რეფორმა, რომელიც სამუზეუმო სივრცეში და სეგმენტში ხორციელდებოდა, ანუ მუზეუმების ერთი სტრუქტურის ქვეშ გაერთიანება, ძალიან საკამათო რეფორმაა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი პოზიტივი მას არ მოუტანია ჩვენი მუზეუმებისთვის. ავტონომიურ რეჟიმში მუშაობისას და საქმიანობისას საქართველოს მუზეუმები ბრწყინვალედ ახერხებდნენ ჩვენი ექსპონატების დაცვას, საგანძურის დაცვას, ფონდებიც დაცული იყო და ამ გაერთიანების შემდეგ არაერთი საფრთხე გაჩნდა, რაზეც მხოლოდ ირმა ინაშვილი და ნინო მიქიაშვილი არ საუბრობენ წლების მანძილზე, ჩვენი კოლეგა ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ამ თემაზე წლების მანძილზე აწარმოებს გამოძიებას, არამედ ამ თემაზე საუბრობს აუდიტის სამსახური, როგორც კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური, ისე ზოგადად აუდიტის სამსახური, რომელმაც დასკვნა დადო 2013 წელს და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტმა დასკვნა დადო 2016 წელს. მე მინდა რამდენიმე ამონარიდი მოვიტანო, სწორედ ამ დასკვნიდან 2016 წელს შემუშავებული დასკვნიდან და პირდაპირ ვკითხულობ, რა წერია ამ დასკვნაში და რა დარღვევებზე და საფრთხეზე ვსაუბრობთ ჩვენ. გაურკვეველია რა დასახელების და რაოდენობის, ასევე ღირებულების ექსპონატები ირიცხება ეროვნული მუზეუმის ბალანსზე. დარღვეულია ექსპონატების აღრიცხვის ინსტრუქცია. რეესტრში არაა გატარებული და ეროვნული მუზეუმის დებულებაში არაა აღრიცხული ყველა სტრუქტურული ერთეული. დარღვეულია ექსპონატების დაცვის და შენახვის პირობები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. დარღვეულია ექსპონატების დაცვის და შენახვის პირობები და არსებობს არაერთი განცხადება უსაფრთხოების შიდა სამსახურების წარმომადგენლების, რომლებიც მიმართავენ ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ამასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა მუზეუმებში არ არის დაცულობის კონკრეტული სისტემები შემუშავებული, მაგრამ ეს განცხადებები რჩება HR-ში. ასევე რა წერია ამ აუდიტის დასკვნაში. ეროვნული მუზეუმის ქონება, შენობა, ნაგებობები იჯარითაა გაცემული და დარღვეულია სახელმწიფო ინტერესები ამ იჯარის გაცემისას. შესყიდვების განხორციელებისას დარღვეულია კანონი. ტენდერები არ ტარდება ელექტრონულად და არის უამრავი ფაქტი კიდე მოყვანილი აუდიტის ამ დასკვნაში. ჩვენ 2015 წელს მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, მაშინ მე არ ვიყავი არც პარლამენტის წევრი, არც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მოვითხოვეთ დაწყებულიყო გამოძიება მუზეუმებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაიწყო 2016 წელს უკვე ჩვენ პროკურატურაში შევიტანეთ კონკრეტული სამხილები და ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი პროკურატურაში, რა ხდება დღეს საქართველოს მუზეუმებში, მაგრამ ეს გამოძიება ჩვენ დასამწუხაროდ ძალიან გაიჭიმა დროში, როგორც არაერთი სხვა გამოძიება და დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას, მთავარ პროკურორს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყოს მისი მხრიდან მოქცეული ქართულ მუზეუმებში შექმნილი ვითარება და სწორედ ეს გამოძიება და დაჩქარდეს გამოძიება, იმიტომ რომ საუბარი ეხება ჩვენი ეროვნული საგანძურის დაცვას. ეს არის მართლაც ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურეობრივ გულგრილობას და დაუდევრობას და კარგი იქნება, რომ ის ამ გამოძიების ფარგლებში დაიბარონ და დაკითხონ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მუზეუმებში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, ეს არ არის ზოგადი საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე და მინდა ამ ფაქტებზე
ჩვენმა კოლეგამ ნინო მიქიაშვილმა უფრო დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია. მე თქვენთან წამოვიღე კონკრეტული დოკუმენტები, მტკიცებულებები, რითიც დასტურდება, რომ საქართველოს მუზეუმები იძარცვება, რომ დაკარგულია ექსპონატები, რომ დაწყებულია გამოძიება, როგორც პროკურატურაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჟინვალის არქეოლოგიური ბაზიდან 2014 წლის გაზაფხულზე აპრილიდან ივნისის პერიოდში 2618 ექსპონატი მოიპარეს. ამ ექსპონატების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო, ნაწილი სად არის, როგორ მდგომარეობაშია, მე დღემდე არავინ არ მეუბნება არაფერს, იმედია ირმას მაინც გაცემენ პასუხს, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა 2010 წელს თბილისში ვასო აბაშიძის ქუჩაზე გაიძარცვა ეროვნული გალერეის ქანდაკებათა საცავი. იქიდან 16 ქანდაკება წაიღეს. აი აქ მაქვს დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ამ ძარცვის შესახებ. ადამიანი, რომელიც ამ ფონდის კურატორი გახდა, თეკა კიკნაძე, დღეს ეხლა როცა ჩვენ ამ ბრიფინგს მართავთ, ის თავის კაბინეტს აწყობს შალვა ამირანაშვილის ყოფილ კაბინეტს ხელოვნების მუზეუმში. ის დავით ლორთქიფანიძემ მიავლინა, კიდე იმ გაერთიანებაში, კიდე ახალი გაერთიანება შექმნა. ეს მხოლოდ სიტყვიერად ვიცი, ამაზე დოკუმენტს ვერ წარმოგიდგენთ. ეროვნული გალერეა და ხელოვნების მუზეუმი გაერთიანა და მმართველად დანიშნა ეკა კიკნაძე, ადამიანი, ვიმეორებ, რომლის დროსაც გაიძარცვა ფონდი ქანდაკებათა და რომელსაც ხელოვნების ნიმუშები აქეთ-იქით აგურებივით დააქვს, მე ეს გადაღებულიც მაქვს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური პირდაპირ მიუთითებს მუზეუმების დაუცველობაზე, თუ გუშინ წინ გაიძარცვა ჟინვალის არქეოლოგიური ბაზა და თანამედროვე ქანდაკებათა საცავი, ხვალ შეიძლება ნებისმიერი, მათ შორის ხელოვნების მუზეუმი გაიძარცვოს, იმიტომ რომ არ არის სათანადოდ დაცული საქართველოს მუზეუმები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ესეთი დაცვითი პირობები ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჯანაშიას მუზეუმშია. ამას მე არ ვლაპარაკობ, ამას ვლაპარაკობს აუდიტის დასკვნა, ეს იქ წერია. კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ რეზუმე გავაკეთო. რეფორმა, ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება სამუზეუმო სფეროში, არის არაეფექტური. ეს რეფორმა ითვალისწინებს საქართველოს მუზეუმების გაერთიანებას და უკვე გაერთიანებულია ეს მუზეუმები ერთი სტრუქტურის ქვეშ, რომელსაც ეწოდება საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სრულიად გაუგებარია, რატო არის ამ სტრუქტურის ქვეშ გაერთიანებული, მაგალითად უდიდესი ტრადიციების მქონე ხელოვნების მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და რატო არ არის გაერთიანებული, მაგალითად ქუთაისის, ცაგერის, ბათუმის და სხვა მუზეუმები. კარგია რომ არ არის გაერთიანებული და ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს ეს მუზეუმები, იმიტომ რომ უფრო დაცულია ჩვენი ექსპონატები და ჩვენი ფონდები, მაგრამ აუხსნელია ხელოვნების მუზეუმი რატომ მოექცა ამ სტრუქტურის ქვეშ. ანუ რეფორმა თავისთავად არის ძალიან არაეფექტური, ვერ უზრუნველყოფს ეს რეფორმა ჩვენი ეროვნული საგანძურის, ექსპონატების, ჩვენი ფონდების დაცულობას და ამაზე მიანიშნებს ის დარღვევები, რაზეც ქალბატონმა ნინო მისაუბრა და რა მტკიცებულებებით ჩვენ წარვადგინეთ პროკურატურაში. მე მინდა ყურადღება გავამახვილოთ ასევე ექსპონატების ეგრეთ წოდებული ევაკუაციის, ანუ გადაადგილების თემაზე, რასაც ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდნენ ხელოვნების მუზეუმის თუ სხვა მუზეუმის პროფესიონალები, ხელოვნებათმცოდნეები და ფონდების მცველები და ჩვენ დღეს არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, როგორ ხდება ამ ნივთების გადატანა, გადმოტანა ერთი მუზეუმიდან მეორე მუზეუმში. როდესაც ხორციელდებოდა ჯანაშიას სახელობის მუზეუმის რემონტი 2005-11 წლებში, მაშინ ექსპონატები არ იყო მუზეუმიდან გატანილი და იყო სივრცე გამოყოფილი, სადაც ინახებოდა ეს ექსპონატები. ჩვენ დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელოვნების მუზეუმიდან რემონტის ჩატარების მოტივით უნდა მოხდეს აი ამ ჩვენი ეროვნული საგანძურის ფონდების ექსპონატების გატანა რომელიღაცა მუზეუმში, სავარაუდო ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და ეს გატანა თავისთავად დაკავშირებულია უდიდეს რისკებთან და საფრთხესთან. არ არის გამორიცხული დაზიანდეს ეს ნივთები, არ არის გამორიცხული დაიკარგოს ეს ნივთები. ჩვენი წინაპრები
არ იყვნენ უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც ამ ნივთებს ისე უფრთხილდებოდნენ, როგორც თვალისჩინს. ამიტომ დღეს ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება ჩვენი ეროვნული საგანძურისადმი ეს არის თითეული ჩვენგანი საზრუნავი თემა. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენ მივმართოთ კულტურის მინისტრს, საქართველოს პატრიოტებმა ჩვენმა ფრაქციამ გააგზავნა დილით წერილი კულტურის სამინისტროში და ჩვენ მივმართავთ მინისტრს მოიწვიოს სათანადო დარგის სპეციალისტები, პასუხისმგებელი პირები და გაიმართოს შეხვედრა ჩვენი მონაწილეობით. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ კულტურის მინისტრს და ამ დარგის წარმომადგენლებს პარლამენტში და ასევე მზად ვართ ჩვენ მივიდეთ კულტურის სამინისტროში და იქ შედგეს ესეთი შეხვედრა, სადაც ხელოვნებათმცოდნეები, ექსპერტები, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი თუ სხვა პასუხისმგებელი პირები გვიამბობენ იმის შესახებ, რა ხდება სამუზეუმო სივრცეში და დაასაბუთებენ მათ არგუმენტებს. ჩვენ მივცემთ ამის საშუალებას, რომ მათი პოზიციაც იყოს დაფიქსირებული, მაგრამ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სამუზეუმო სფერო დღეს არის დასაცავი. და კარგი იქნება თუ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ბრიფინგი საქართველოს პარლამენტიდან ირმა ინაშვილმა და ნინო მიქიაშვილმა საქართველოს მუზეუმებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.